მოგესალმებით რადიომედის დღის არხის ფორმატში განვაგრძოთ მუშაობას 14 საათი 19 წუთი გახლავთ და ახლა გაზაფხულის და ზაფხულის დასაწყისია უკვე ფაქტობრივად ამ სეზონზე ძალიან აქტიურია პრობლემა რომელიც უკავშირდება ალერგიას რაც ბევრისთვის პრობლემური ხდება და სწორედ ამიტომ დღეს ჩვენ გამოეხმაურებით სეზონური ალერგიით გამოწვეული თვალის გართულებებს და ამ თემაზე სასაუბროდ რადიომედის სტუდიაში ჩვენ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს ოფთალმოქირურგს ანა დვალიშვილს მასპინძლობთ. გამარჯობა. გამარჯობა, მოგესალმებით ბატონო ზაზა, მივესალმებით თქვენს. მადლობა სტუმრობისთვის. ბატონო, ჩვენ ვართ იმ მოცემულობაში, როდესაც ალერგია სამწუხაროდ უკვე რაღაცა ეგზოტიკური არ არის და სტანდარტად იქცა და სეზონებზე გაზაფხული, ზაფხულის დასაწყისი შეიძლება ზაფხულიც, არ ვიცი, ან შემდეგ ანუ ყველა სეზონზე უკვე რაღაცა ტიპის გართულება არის, რომელიც ალერგიული ფონის გამძაფრებას იწვევს და ერთია, როდესაც ალერგიული ადამიანები არიან მთელი წლის განმავლობაში იციან, რომ ეს პრობლემაა, მეორეა, ალბათ უფრო რთული, როდესაც სეზონურია და თქვათ მომზადებულები ბჭყალებში ამას ყველა ვერ ხვდება მომზადებული. თვალი არის ის ორგანო, რომელიც ალერგიისგან გამოწვეულ სირთულეებს მკვეთრად გამოხატავს, არ ვიცი, ქავილით დაწყებული, ჩაწითლებით დასრულებული და ცრემლდენით, ხო? ამ მოცემულობაში თუ შეგიძლიათ გითხრათ, რა არის ის უნივერსალური, რომელიც და თუ არსებობს საერთოდ პრევენციის სახით შეგვიძლია თადარიგი დავიჭიროთ და არ გაგვირთულდეს თვალთან დაკავშირებული მდგომარეობა და თუ მაინც ამ ალერგიას ვერ გავექცევით, რა შეგვიძლია თადარიგის სახით გავაკეთოთ ან როგორი ქცევა შეიძლება იყოს რომელიც შეგვიმსუბუქებს ამ მდგომარეობას. კი ბატონო, გაზაფხული არის ზუსტად ის სეზონი, როდესაც აქტიურდება თვალის ალერგიული რეაქციები, გაზაფხული და შემოდგომა. გაზაფხული სამწუხაროდ წელს ცოტა გვიან დადგა, შესაბამისად ზოგ მცენარეს ჯერ რეალურად რომელიც იწვევს ალერგიას და ასე შემდეგ აქტიურად არც დაუწყია ის პროცესები, რამაც შეიძლება გააღვიძოს ყველაფერი წინ არის, კი ბატონო. სიმპტომებიდან საინტერესოა რა, შეიძლება ადამიანს არც ქონდა, რაღაც პერიოდი ცხოვრობდა ისე რომ არც კი იცის რა არის თვალის ალერგია და იღვიძებს ერთ მშვენიერ დღეს ჩაწითლებული თვალებით, ქავილით, ცრემლდენით და ვერ ხვდება რა ჭირს მას. ანუ არ არის ესე რომ მთელი ცხოვრება, ანუ თქვათ ბავშვობიდან აქვს ეს ალერგიული რეაქცია, სეზონური განსაკუთრებით და ასე შემდეგ. არა ერთ ჩვეულებრივ დღეს შეიძლება მწვავედ დაიწყოს ეს პროცესი. როგორც წესი, გააქტიურება ხდება გაზაფხულზე, როდესაც მცენარეები გამოყოფენ მტვერს, იწყება დამტვერვა და ეს პროცესები აქტიურებს თვალის გამაღიზიანებელ ფაქტორებს. ასევე არ არის თუ კი ადამიანმა იცის, თქვათ, ვისაც უკვე გამოცდილება აქვს მრავალწლიანი და იცის კონკრეტული მცენარე ან თქვათ ფაქტორი რაც იწვევს მიზეზი, დიახ, რაც იწვევს ალერგიულ რეაქციას, არ არის აუცილებელი რომ ის მცენარე მაინც და მაინც მის ოთახში ან ეზოში იყვავილობდეს, ანუ ეს მტვერი ყვავილის რამდენიმე კილომეტრზეც კი შეიძლება გავრცელდეს. სწორედ ამიტომ მომზადებას რაც შეეხება ძალიან მნიშვნელოვანია როგორმე ვეცადოთ თავი მოვარიდოთ ამ სეზონზე, თქვათ სათვალეების გარეშე, გარეთ გასვლას. ასევე თუ კი დავიწყებთ თვალის დამატენიანებელ საშუალებას, რაც იწვევს, რომ თუ კი ეს მტვერი მოხვდება თვალში, ხდება მისი ჩამორეცხვა. ამასთანავე მნიშვნელოვანი არის, თქვათ, რამდენიმე კვირით ადრე დავიწყოთ ანტიჰისტამინური პრეპარატები თუ კი ფიზიოლოგიური ხსნარით გამოვლება თვალის შველის. ფიზიოლოგიური ხსნარი თუ კი ან თქვათ წყალი, თქვათ ანადუღარი წყლითაც რა თქმა უნდა, თუ კი სხვა საშუალება არ არის, შეგვიძლია გამოვირეცხოთ, მაგრამ ფიზიოლოგიურმა ხსნარმა შეიძლება თვალი უფრო გამოგვიშროს, გააღიზიანოს, კი ბატონო, და უფრო მწვავე პროცესები წავიდეს, ანუ ალერგიულ რეაქციასთან ერთად დაიწყოს მშრალი თვალის სინდრომი. ამიტომ ოფთალმოლოგის რეცეპტიც კი არ ჭირდება, როგორც აი ხელის და სახის დამატენიანებელი საშუალებები იყიდება რეცეპტის გარეშე, სწორედ ასევე თვალის დამატენიანებელი საშუალებები, რომელსაც მარტივად შეგვიძლია ელემენტარულად გამოვირეცხოთ თვალები, იყიდება ყოველგვარი რეცეპტისა და დანიშნულების გარეშე, რაც პაციენტს შეუძლია დამოუკიდებლად შეიძინოს და გამოიყენოს. სიმპტომებიდან საინტერესო არის თვალების წვა, ქავილის სიწითლე, ზოგ შემთხვევაში ეს ყველაფერი ისე მწვავედ არის გამოხატული, რომ ადამიანს უჭირს, თქვათ, ყოველდღიური საქმიანობის შესრულება. ეკრანთან მუშაობა, ესეთი განათება ალერგია თუ კი აქვს, თქვათ, სეზონური პაციენტს ასეთ პირობებში ძალიან გაუჭირდება, თქვათ. სხვა გამოსავალი არ არის. განათება მკვეთრად აუარესებს სიმპტომებს. თქვენ ახლა განათება ახსენეთ ამასობაში ჩვენ გაჯეტებით ვართ გარშემორტყმული და ყოველდღე
ყოველ საათში და ყოველ წუთიერად თვალისთვის ეს ფერთა კაფიო ცვალებადობა რეალობა და ნორმაა დღეს და ის საშუალება რომელიც თქვენ დაასახელეთ თქვათ სიმშრალესთან დასაპირისპირებლად ხო თვალის სისველისთვის მე რამდენიც ვიცი დღეს ძალიან ხშირად მოთხოვნადი და საჭირო არის თუნდაც გაჯეტებთან ყოველდღიური ხშირი ურთიერთობის გამო ბევრს მე მაგალითად ვიცი ადამიანები და ახმადობა ალერგიის ფონზე თრემლდენის მაგრამ რამდენიც ხვდები უფრო მეტი არის როდესაც პირიქით შრება გამოშრობა ხდება და აი ამ მხრივ ალბათ ნუ თავის თავს თვითონ მიხვდება რომელი სჭირდება მაგრამ სისველისთვის თქვათ გამოიყენებს ამას, მაგრამ ვისაც პირიქით ცრემლდენა აქვს ალერგიის გამო იმას რა საშუალება რჩება? კი ბატონო. როდესაც ცრემლდენა გამოწვეული არის ალერგიით, ასეთ შემთხვევაში ჩვენ ვიყენებთ ანტიჰისტამინურ პრეპარატებს, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნეს როგორც ადგილობრივად, ანუ წვეთების სახით, ასევე თქვათ მედიკანოაბების სახით და შეგვიძლია გამოვიყენოთ. გაჯეტებს რაც შეეხება თქვენ ძალიან სწორად აღნიშნეთ, ანუ როდესაც თქვათ დიდ დროს ვატარებთ, უყურებთ გაჯეტებს, თვალები გვიშრება და ამ გამოშრობის პასუხოდ ხდება ცრემლდენა, ანუ ადამიანს შეიძლება გაუკურდეს, ხო, თვალები თუ კი მაქვს გამომშრალი, რატო შეიძლება იყოს სისველი? კი ბატონო, ცრემლდენა. ეს არის თვალის დამცველობითი რეაქცია გაღიზიანებაზე, მაგრამ ასეთ დროს, როგორც წესი, ცრემლის ხარისხი არის ძალიან დაბალი. ნაგეშველი ვერ მიხვდებით. ხო, ამიტომ ასეთ დროსაც თუ კი დიდ დროს, აი მithuetes ასეთი განათების პირობებში, როდესაც რამდენიმე საათის გატარება გიწევთ ან ეკრანთან რომ ინფორმაციას გაეცნო, თქვა ჩვენც რომ მივიღოთ, თქვა სამედიცინო პერსონალმა ინფორმაცია ყოველდღიურად ხდება ამ ყოველფრის განახლება, ასეთ დროს ძალიან რეკომენდირებულია, რომ აი ეს პირველი რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჟანგბადით მდიდარ გარემოში, ანუ დღეში ვთქვათ რამდენიმე საათი თუ არა წუთი მაინც შვალედები გავატაროთ ჰაერზე და დამატენიანებელი წვეთები გამოვიყენოთ. გასაგებია. ნუ რთულია ეს ამბავი. მით უმეტეს დღევანდელ მოცემულობაში, როდესაც ვერ წხვდები, მაგალითად ალერგიის გამო შეიძლება რაღაცა თვალი აღტკივდეს, მაგრამ მე უკვე თუ არ ახარ დაკვირვებული და სპეციალისტი შეიძლება რაღაცა ისეთი კონდეს გართულება, რომ ვერც გაარჩიო ეს ვირუსული დაავადება, ალერგიისგან გამოწვეული მცირე პერიოდითა აი ამ შემთხვევაში რომ ასე ვთქვათ არ დავიკარგოთ გასაგებია, ყველაზე სწორი და ლოგიკურია თქვენი სპეციალობის ადამიანებთან მისვლა, მაგრამ ნუ ჩვენ ვართ არა მხოლოდ ჩვენ ალბათ მერეს ხალხი და ამასობაში ან აგართულდება ან კიდევ ან შეიძლება ფიზიკურად ვერ ახერხებს ადამიანი მოსვლას და რო არ დავიკარგოთ ასე ვთქვათ არ გვეგონოს რომ რაღაცა გართულება რომელიც თვალთან დაკავშირებით გვაქვს არ მივაწეროთ ალერგიას და ამასობაში ეს კიდევ უფრო არ გართულდეს ამ ხრივ დაცვის რა მექანიზმები არსებობს ნუ ლოგიკურია ექიმთან მისვლა ეს პირველი და განმეორებელი ალბათ ანუ ძალიან მნიშვნელოვანია დროულად მოხდეს ოფთალმოლოგთან ვიზიტი მაგრამ რას უნდა მივაქციოთ თქვათ თუ კი არის ჩვეულებრივი ალერგია ადამიანმა შეიძლება იფიქროს რომ ნუ გადამივლის რამდენიმე დღეში მაგრამ არის სიმპტომები რაც ძალიან საყურადღებო ანუ რაც მიგვანიშნებს რომ ეს არ არის თქვათ ალერგიული რეაქცია და არის პროცესი. ნუ შევადაროთ ჯერ შედარებით მარტივად მიმდინარე დაავადებებს. თქვა თუ კი არის ცრემლდენასთან ერთად ქუთუთოების შეწებება, მოყვითალო მოთეთრო ფერის გამონადენი. დილით ოდესაც ადამიანი იღვიძებს ეს ქუთუთოები შეწებებულია, აი ამ ყვითელი ჩირქოვანი ბჭყალებში ვთქვა გამონადენით. ასეთ შემთხვევაში საქმე გვაქვს ბაქტერიულ პროცესთან. ამიტომ აქ მხოლოდ ვთქვა დამატენიანებელი საშუალებები საკმარისი არ არის საჭიროა. ანტიბიოტიკოთერაპია, ანუ ანტიბიოტიკები წვეთების სახით რომ გამოვიყენოთ. შემდეგი ფორმა, რაც ასევე თვალის წინაზე დაპირზე შეიძლება მოქმედებდეს, ეს არის ვირუსული კონიუნქტივიტები და კერატოკონიუნქტივიტები, ანუ ეს რას გულისხმობს? ანუ თვალის ლორწოვან ზედაპირთან ერთად შეიძლება რქოვანა, ანუ წინა გამჭვირვალე ოპტიკური ნაწილიც ჩაერთოს პროცესში. ამას რა სიმპტომები აქვს? მხედველობა ქვეითდება. ანუ კი ბატონო არის ცრემლდენა, ქავილი, სიწითლე, მაგრამ მხედველობის დაქვეითება. ასევე ახასიათებს რა ალერგიული პროცესი შეიძლება ერთ თვალზეც დაიწყოს და ან ორივეზე იყოს. მაგრამ თუ კი ერთზე დაიწყო, მერე მეორეზე არ გადავა რაღაც პერიოდის შემდეგ. უმეტესად ესე არ არის, ან ორივე თვალზე ერთად იწყება, ან ერთ თვალზე შეიძლება იყოს. როდესაც ვირუსული ან ბაქტერიული პროცესია, როგორც წესი იწყება ერთი თვალით და შემდეგ ადამიანი თვითონვე ახდენს და ახდენს დაინფიცირებას მეორე თვალის. ანუ ხო, ანუ მოეკავა, მოიკიდა ხელი, გადაეტანა ინფექცია, ან ოჯახის წევრები დაინფიცირება ხდება
ხდება ოჯახის წევრების. ვირუსის გადასვლა ადამიანიდან ადამიანზე თუ რაღაც ბაქტერიამაც შეიძლება მტვერმაც გამოიწვიოს როგორც წესი ხდება ინფიცირება საყოფაცხოვრებო პირობებში ადამიანიდან ადამიანზე ანუ ერთი და იგივე ნივთების საყოფაცხოვრებო ნივთების გამოყენება განსაკუთრებით ხშირი არის თუკი აი ქალბატონებში თავის მოვლის საშუალებების ანუ თქვა კოსმეტოლოგთან როდესაც მაკიაჟს ესე რომ ვთქვა ხო მეიკაპს გამოყენება ხდება ანუ ერთი და იგივე ის რა ქვია ფანქრის გამოყენება თუ მოხდა თვალის ან თქვა ტუშის გამოყენება თუ მოხდა ასევე თქვა აუზზე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს როდესაც კი ბატონო წყალში არ როდესაც ამოვდივართ თუ კი მოხდება თქვა ერთი და იგივე თქვა პირსახოცის გამოყენება როდესაც დასასვენებლად მივდივართ ყველას ხო აუცილებელი ხო უნდა დავიცვათ კი ბატონო კი ასევე ვისაც აქვს ეს ვირუსი ასე შემთხვევაში უმჯობესია ხშირად დაიბანოს ხელები რომ თქვა არ მოხდეს ზედაპირების დაინფიცირება კი ბატონო იმდენად მექანიკურია რომ ვერც გაიაზროს ნამდვილად მაგრამ წითელი თვალის სინდრომი გარდა ამ ბრჭყალებში რომ თქვა მარტივი თვალის წინა ზედაპირის დაავადებებისა შეიძლება მიგვანიშნებდეს ასევე სხვა უფრო მძიმე დაავადებებს თქვა როდესაც თვალში დაწნევა საგრძნობად მომატებულია ასეთ შემთხვევაში თვალის სიწითლე დამახასიათებელია ასევე მხედველობის დაქვეითება ან როდესაც თქვა ანთებითი პროცესი არის უფრო უკანა თვალის უკანა მონაკვეთი აქ იგულისხმება სისხლძარღვოვანი ტრაქტი. ამიტომ თუ კი პროცესი რამდენიმე დღეში უარესდება, არ ლაგდება, უმჯობესია მივმართოთ დროულად, რათა რამდენიმე წუთში, თქვა 15-20 წუთიანი დათვალიერების შემდეგ ოფთალმოლოგს შეუძლია დასვას დიაგნოზი და დაუნიშნოს სწორი მკურნალობა. ამისათვის არ არის აუცილებელი, თქვა თუ კი პაციენტი რაიონში იმყოფება, აუცილებლად თქვა დედაქალაქში ან რაიონულ ცენტრებში მივიდეს. თითქმის ყველა ქალაქში არის პოლიკლინიკა, ამბულატორიული ცენტრები, სადაც მარტივად 10-დან 15 წუთის განმავლობაში ექიმი შეაფასებს და დაუსვამს შემდეგ დიაგნოზს. კი ბატონო. და მკურნალობას. ვისარგებლებ შემთხვევით, ბატონო, თქვენ ახსენეთ სათვალე. სათვალის სეზონი არის ახლა და მოდის კიდევ უფრო მკვეთრად მზის სათვალე. ჩვენ ვართ იმ მოცემულობაში, როდესაც ესა თუ ის ატრიბუტიკა საკმაოდ ჭარბადაა, ხელმისაწვდომობა ძალიან მაღალია, თუმცა ხარისხიანი უხარისხო ეს ცალკე საკითხი და პრობლემაა. ვიცით რომ თვალისთვის სასარგებლო არ არის თუ ეს შუშა არ არის და პოლარიზება ალბათ სათვალეების კიდევ ცალკე თემაა. მოკლედ რამდენად უნდა მოვერიდოთ ბრჭყალებში დაბალი ხარისხის სათვალეს, მზის სათვალეს, რომელიც თვალსახად პლასმასისაა და შეიძლება 1 საათში და 2 საათში უკვე ისედაც გრძნობ რო ღლის თვალს და რამდენად უნდა მივანიჭოთ ყურადღება იმას რომ კატასტროფულად თუ კრიტიკულად საჭიროა თუ არა რომ ასეთი სათვალისგან საერთოდ თავი შევიკავოთ თუ არა უშავს ასე ვთქვათ მთავარია რომ მტვერს და მზეს მოვარიდოთ თვალი. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მზეზე გვეკეთოს ანუ არა მარტო ალერგიული სეზონის დროს და იმ ადამიანებს არა მხოლოდ იმ ადამიანებისთვის არის ეს მზის სათვალების ტარების რეკომენდაცია ვისაც ალერგია აქვს რომ დავიცვათ პირდაპირ ზემოქმედებისაგან თვალის ზედაპირი არამედ ნებისმიერმა ადამიანმა უმჯობესია როდესაც გადის მზეზე ანუ გარე სივრცეში ატაროს სათვალები და რატომ მზის სხივები ულტრაისფერის სხივები არის ერთ-ერთი რისკ ფაქტორი იმისა რამაც შეიძლება გამოიწვიოს ბროლის შემღვრევა ანუ კატარაქტის დაჩქარების ერთ-ერთი წინაპირობა შეიძლება იყოს და ამასთანავე ბადურა გარსის თუ კი პირდაპირ შევხედავთ მზის სხივებს და ასე შემდეგ ბადურა გარსის დაზიანება შეიძლება გამოიწვიოს. რა არის მნიშვნელოვანი სათვალის შერჩევისას? უნდა გქონდეს სათვალეს ულტრაისფერის სხივებისაგან დამცველობითი შრე. არ არის აუცილებელი რომ მაინც და მაინც ძალიან მუქი იყოს ან თქვათ რაღაც კონკრეტული ფერი გქონდეს. მთავარია თუნდაც პლასმასის თქვათ პლასმასზე გადაკრული იყოს ეს ულტრაისფერის სხივებისაგან დამცავი შრე, იმიტომ რომ თუ კი სათვალე დიახ, კი ბატონო, თუ კი სათვალე არის მუქი, როგორც ვიცით, მუქ ფონზე, ანუ სიბნელეში, ბრჭყალებში, სიმუქის შესაბამისად გუგა ფართოვდება. შესაბამისად, როდესაც ადამიანი გადის მზეზე, უკეთია მუქი სათვალეები, გუგა ფართოვდება. შესაბამისად, გაფართოებულ გუგაში შედის უფრო მეტი მზის სხივი და ასე დროს წარმოვიდგენთ, რომ სათვალეს არ აქვს ის შრე, რომლითაც უნდა მოხდეს ამ ულტრაისფერის სხივების არეკლა და გარდატეხა. ამიტომ მნიშვნელოვანია ხარისხიანი სათვალე. თუნდაც იყოს მინა, მაგრამ კონდეს ეს ანუ იყოს პლასმასი, კი ბატონო, უბრალოდ უნდა იყოს ეს დამცველობითი შრე ულტრაისფერის სხივებისაგან გარდამტეხი შრე მასზე დაკრული.
მარტო ალერგია გასაგებია რომ ეს სეზონურია, მაგრამ ვინც ის რომ ალერგიულია და მას აქვს თვალის გამწვავება. ასეთი ადამიანებისთვის ერთის მხრივ და მეორეს მხრივ იმ ადამიანებისთვის, ვინც ახლა აღმოაჩინა რომ რაღაცის გამო ალერგია აქვს და თვალში გამოიხატა ეს ალერგია ხო არ არის აუცილებელი მაინც და მაინც თვალის ქავილით გამოიხატოს ან ცრემლდენთან ასე შემდეგ. მაგრამ როდესაც აღმოაჩენს რომ აი ჩვენ მქონდა აგერ სამსახურში რამდენიმე დღის წინ რომ თქვა რომ მეკავება აშკარად და ნუ ფონი ალერგიულია. ამ შემთხვევაში რა ჯობია თქვათ რომელიმე ანტიალერგიული მედიკამენტი მიიღოს რომ თქვათ არ განვითარდეს პროცესი თუ ჯობია ისევ რაღაცა კონკრეტული წვეთები თვალთან დაკავშირებული გამოიყენოს. ბატონო, გააჩნია, თუ კი არის მსუბუქი ფორმის ალერგიული რეაქცია გამოხატული, მხოლოდ ოდნავი ქავილით, არ არის დართული სიწითლე, არ არის კონიუნქტივის, ანუ თვალისწინა მემბრანოვანი ლორწოვანი შრის შეშუპება გამოხატული. ასეთ შემთხვევაში თუ კი მიიღებს აბების სახით ანტიჰისტამინურ საშუალებას, შეიძლება შემსუბუქება მოხდეს მისი სიმპტომების და მეორე მესამე დღეს არც კი გაახსენდეს, რომ თქვა თვალზე რაღაც პრობლემა ქონდა, მაგრამ თუ კი უფრო მწვავედ არის გამოხატული პროცესი, ასეთ შემთხვევაში მხოლოდ აბების სახით ბჭყალებში ვთქვათ ანტიალერგიული მედიკამენტის მიღება როგორც წესი საკმარისი არ არის. ასეთ დროს ჩვენ როგორც წესი ოფთალმოლოგები ვუმატებთ, ანუ აბებს, ანტიალერგიულ აბებს ვუმატებთ წვეთებს, რომელიც ასევე მოქმედებს, რომ სწრაფად მოხდეს პროცესის ალაგება, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ვერ ხდება სწრაფად ალაგება, რატო? იმიტომ რომ ის ალერგენი ვთქვათ კონკრეტული მცენარის მტვერი მაინც ცირკულირებს, ანუ პაციენტი სახლში ხო ვერ დაჩდება არა, შესაბამისად მთელი დღის განმავლობაში გამოდის გარეთ სამსახურში, მოძრაობს, ანუ გარეთ სივრცეში, შესაბამისად ალერგენის კონტაქტი თუ კი ხდება თვალთან, შესაბამისად ისევ თავიდან იწყება გააქტიურება აღნიშნული პროცესის. ხშირია შემთხვევა, როდესაც ალერგიის ფონზე მკვეთრად გამოიხატება, თქვათ ალერგია თვალის გასიებით. ჯერ ქავილი, მერე თვალის გასიება და აქ უკვე გასაგებია მარტივი აბით ვერ გახვალ ფონს და რაღაც ჰორმონების შემცველი თუნდაც საცხი უნდა წაისვა ან წვეთი არ ვიცი. აქაც დღეს ხელმისაწვდომობა და ინფორმაციულობა ისეთია რომ ნუ აუცილებლად არ ჩადგება რიგში ექიმთან არ ჩაეწერება ამისთვის არ დარეკავს ამ შემდეგ და აფთიაქში თქვათ იყიდის რაღაცას. ჰორმონებისა და ჩვენი თვალების ურთიერთობა რამდენად სენსიტიური თემაა და რამ ხრივ უნდა ვიყოთ ფრთხილად. ხო, აქ ძალიან საინტერესო თემას შეეხეთ თქვენ, აი ძალიან ხშირად პაციენტს, როდესაც აქვს ეს ალერგიული რეაქცია, სადღაც გაუგიასმენია, რომ თქვათ ვიყიდი კორტიკოსტეროიდს და ჩავიწვეთებ და კარგად იქნება ყველაფერი. ზოგ შემთხვევაში შეიძლება ეს სწრაფად კი ბატონო შეუმსუბუქოს სიმპტომები, მაგრამ ეს არის ძალიან სახიფათო და რატომ? შეუქცევადი სიბმავის ერთ-ერთი მიზეზი არის გლავკომა, რომელიც უმეტესად მიმდინარეობს მკვეთრად გამოხატული სიმპტომების გარეშე. ანუ ადამიანს შეიძლება ქონდეს ეს დაავადება და არც კი იცოდეს არაფერი. როდესაც ან ქონდეს წინასწარ განწყობა ამ დაავადების, მაგრამ არ იყოს გამოვლენილი. როდესაც ადამიანი დამოუკიდებლად იწყებს კორტიკოსტეროიდების, როგორც წვეთების გამოყენებას, ასეთ შემთხვევაში შეიძლება არსებული პროცესი გართულდეს, დაჩქარდეს პროგრესირება და მოხდეს თვალში დაწნევის მომატება და მივიღოთ ძალიან ცუდი შედეგი. ამიტომ არავითარ შემთხვევაში დამოუკიდებლად კორტიკოსტეროიდების გამოყენება არ შეიძლება. ჩვენ თვალის წვეთებზე ხო ვთქვით, აი დამატენიანებელზე, რომ კი ბატონო, ნებისმიერ შეუძლია შეიძინოს, ჩაიწვეთოს, რეცეპტი არ ჭირდება, მაგრამ კორტიკოსტეროიდი არის მედიკამენტების ის ჯგუფი, რომლის დამოუკიდებლად გამოყენება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, იმიტომ რომ თუ კი პროცესი არის არსებული, უკვე დაწყებული, შეიძლება დააჩქაროს, თუ კი რაღაცა ჩაწერილია გენეტიკურ კოდში და ინფორმაცია აქვს, ანუ წინასწარ განწყობა აქვს პაციენტს, შეიძლება მოახდინოს ტრიგერირება, ანუ გამოწვევა ამ აღნიშნული დაავადების. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია არ დავიწყოთ ჩვენით კორტიკოსტეროიდების, ანუ ამ მედიკამენტ წვეთების გამოყენება. ჰორმონებს ასე ვთქვათ მოვერიდოთ. კი ბატონო, აუცილებლად უნდა მოვერიდოთ, აუცილებლად. ან თუ კი ჩვენ ნიშნავთ ბოდიში გაწყვეტინებთ, აი, როდესაც ისეთი ალერგიული რეაქცია თვალის, როდესაც თქვათ ანტიჰისტამინური პრეპარატები ვერ გვაძლევენ მეტწვეთები იმ შედეგს, რაც გვინდა, ჩვენ ნიშნავთ კორტიკოსტეროიდებს დაბალი პროცენტულობით და სპეციალური შესაბამისი სქემატურობით, როდესაც თუ კი დაინიშნება ეს მედიკამენტი, ერთბაშად მისი მოხსნა შემდეგ უკვე არ შეიძლება და ეტაპობრივად ხსნით, რომ რაღაც პროცესის გამწვავება არ გამოიწვევს.
გასაგები, ანუ ცოტა ფრთხილად და ყურადღებით უნდა მოვაყუროთ ამ საკითხს. ჩვენ თანამედროვე რეალობაში კიდევ ერთხელ დავუბრუნდები უკვე ჩვენი დიალოგის ბოლო ნაწილში. არ ვიცი ჩვენ უბრალოდ 1000 წლების წინ რა ხდებოდა და როგორ იყო, მაგრამ იმ ისტორიის შესაბამისობით, რაც ჩვენ ვიცით და წაგვიკითხავს, მე მგონი ასეთი დატვირთვა ელვარე ფერებით და გამოსხივებით თუ მკვეთრი ნათებებით კაცობრიობის ადრინდელ თვალებს მე მგონი არ ქონიათ, როგორც დღეს გვაქვს. ცოტა ფილოსოფიურ კითხვას დავსვამ. ადამიანის ორგანიზმი ვიცით რომ ევოლუციით ხასიათდება და ადაპტირებას ახდენს გარემოსთან. ბევრი მასალაც წამიკითხავს ამ თემაზე და მეც მგონია და ვეთანხმები რომ ახლაც მე მგონი ჩვენი ორგანიზმი რაღაც ადაპტირებას ახდენს აი ამ გარემოსთან, რომელიც ბოლო საუკუნის პროდუქტია, კიდევ უფრო მკვეთრად თუ ვიტყვით, მეორე ნახევრისა, ხო? და თვალების მდგომარეობა ამ ხრივ როგორია, რამდენად ახერხებს თანამედროვე ადამიანის თვალი აი ამ ყველაფერსთან ადაპტირებას. ერთია რომ ჩვენთვის ეს რაღაც თანამარჩა უღმავდებით და თუ მით უმეტეს თქვენი სპეციალობის ადამიანი არ არის, ну რასაც ხედავ რა და ყველა პროცესი რაც ხდება გარშემო ბუნებრივი გონია და ისიც ნორმად მიგვაჩნია რომ ორგანიზმმა და ყველა ორგანომ უნდა აიტანოს ყველაფერი ხო და როცა რაღაცა პრობლემაა და ვერ მუშაობს ორგანო მე გვიკვირს და მე ვიწყებთ რაღაცა გარკვევას აი ამ მოცემულობაში როდესაც ოფისებში მივდივართ განათება არ გვაკლია არც სახში ამის პრობლემა ტელევიზორი ხომ საერთოდ მე ადრე მახსოვს როდესაც რაღაც შეხება გქონია ექიმებისგან საუბარი რომ პატარა ბავშვი თვეების ბავშვი რომ როცა სახში არის უმჯობესია რომ საერთოდ ტელევიზორის ნათებას მოვაცილოთ იმიტომ რომ ის მკვეთრი ნათება ამ ფაქის თვალზე ძალიან მოქმედებს და დღეს ამ ყველაფერს ჩვენ ვერ გავექცევით ვერ გავურბივართ ხო გარეთ გავურბივართ და კლიმატისულების ფონზე არც მტვერი გვაკლია არც გაფრქვევა მცენარეების მიერ ჰაერში და მრავალფეროვნება გვაქვს და დატვირთვა აქვს ამ ყველაფერს ჩვენ დიალოგის ბოლოსკენ კიდევ ერთხელ თუ შეგიძლიათ რაღაც ისეთ პრევენციული ზომები გვირჩიეთ და მექანიზმები რა საშუალებებით შეგვიძლია რომ ჩვენი თვალის რესურსი დავზოგოთ და მისი ეფექტიანობა და ფოკუსირების მაღალი დონე მაქსიმალურად ცხოვრების ბოლომდე შევინარჩუნოთ. ძალიან აქტუალურ თემას შეეხეთ. ნუ მაშინ დავყოთ ბავშვები და მოზრდილები. ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვებში რომ შევამციროთ ეკრანთან ყოფნის დრო. იმიტომ რომ ჯერ ერთი მხედველობითი ახლო მანძილზე მხედველობითი დატვირთვა აქ იგულისხმება არა მარტო თქვათ ეკრანთან ანუ გაჯეტებთან ან ტელეფონთან რაღაც თამაში ან ინფორმაციის თუნდაც რაღაც გაკვეთილის ონლაინ ყურება ან შევსება რაღაც ცხრილების არამედ დავალებების არამედ კითხვა წერა ხატვა ეს არის ყველაფერი ახლო მანძილზე მხედველობითი დატვირთვა ამის შემდეგ როდესაც ბავშვები სკოლიდან ბრუნდებიან სახლში ისევ მთელ დროს ატარებენ ოთახის მანძილზე შესაბამისად ავიწყდება რა არის შორი ხედვა რეკომენდირებული ნუ როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ძალიან შესვენებები ანუ თუ კი ბავშვი თქვათ კითხულობს დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში თუ კითხულობს დიახ მნიშვნელოვანია რომ რამდენიმე წუთი მაინც მოვასვენოთ ბავშვის მოსვენება არ უნდა იყოს რომ თქვათ წიგნიდან ელექტრონული წიგნიდან ან ელექტრონული მოწყობილობიდან კითხავს თუ კლასიკური არა აქვს მნიშვნელობა მაგრამ ეკრანიდან როდესაც კითხულობს ანუ უფრო მეტი დატვირთვა თვალზე რატომ? იმიტომ რომ განათების შესაბამისად თვალი უფრო შრება, ანუ თვალის დახამხამების რაოდენობა მცირდება და ზედაპირიდან ცრემლის აორთქლება უფრო სწრაფად ხდება. მნიშვნელოვანია შესვენებები. ასევე მნიშვნელოვანია რომ გაატაროს დღეში 2 საათი მაინც გარეთ, ღია სივრცეში, რომ თვალს არ დაავიწყდეს რა არის ეს შორს ხედვა. იმიტომ რომ პაციენტების ბავშვების უმეტესობაში უკვე როდესაც მოდიან ოფთალმოლოგთან ვიზიტზე 80%, 70% ბავშვებისას ესაჭიროებათ უკვე სათვალები იმისათვის, რომ შორს კარგად ნახონ, ანუ შორი ხედვა თვალებს უკვე ავიწყდებათ. რაც შეეხება ოდიშურთი, თუნდაც ოთახის სივრცეში პერიოდული ფოკუსირება ახლო ხედვას და რასაც საშუალება გაძლევს ოთახის უკიდურესი წერტილი ფოკუსის გადატანა ესეც ეგეც რა თქმა უნდა ეხმარებათ თვალში და კუნთებს კი ბატონო ყველაზე კარგი არის თუ კი გვაქვს საშუალება ბავშვი მივიდეს ფანჯარასთან ან ჩვენს და შორ წერტილში გავიხედოთ ყველაზე შორ წერტილში უბრალოდ მნიშვნელოვანია რომ მზეს არ შევხედოთ რაც შეეხება მოზრდილებში აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს
ასევე ეკრანთან ყოფნის დროს, რა დროს ვატარებთ ეკრანთან, დამატენიანებელ საშუალებებს, განათებას, სწორი კვება, როგორც ბავშვებში, ასევე მოზრდილებში ძალიან მნიშვნელოვანია. მოზრდილებში შექცევადი სიბრმავის ერთ-ერთი მიზეზი არის კატარაქტა, ბროლის შემღვრევა. ანუ ეს პროცესი ყველას დაგვემართება, ასაკის ნაწილია, როგორც თმა თეთრდება, კანზე ნაოჭი ჩნდება, ასევე თვალი ბერდება. ანუ ბროლში, რომლის ფუნქციაც არის სინათლის გატარება, იწყება ასაკობრივი ცვლილებები. კი ბატონო, ყველას გვემართება, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია სწორი ცხოვრების წესით რაღაცნაირად ეს გადავავადოთ. მზეზე მზის სათვალეები, რომელიც სწორად იქნება, ანუ ექნება მზისგან დამცველობითი შრე ულტრაისფერი სხივების არეკლის ფუნქცია, სწორი კვება. მნიშვნელოვანია, რომ თქვათ, მივიღოთ იქ რაც მივიღოთ, თქვათ, თევზის ნაწარმი, ზღვის პროდუქტები, კი ბატონო, რაც შეიძლება მეტი ომეგა, მივიღოთ ანტიოქსიდანტები, მწვანე ბოსტნეული, აი ყოველდღიურად რაღაც თუნდაც 2-3 განსხვავებული ხილი არ არის აუცილებელი რომ თქვათ n რაოდენობით თუნდაც თქვათ იქ ერთი ცალი ვაშლი 2 ცალი მანდარინი გრეიპფრუტი ალერგია არ აქვს ხო კი ბატონო ესეც გასათვალისწინებელია გასაგებია და ალბათ ამ შემთხვევაში როდესაც ახლა სიმკვეთრე იქნება თქვათ მზის ნათებისა მზის სათვალე ამ შემთხვევაში კარგი გამოსავალი და გამოდის რომ იმ ტვერთან საბრძოლოდ თავის დასაცავადაც ერთგვარი საშუალებაა ხო ესე იგი კი მადლობა თქვენ მადლობასიც საინტერესო თქვენ მადლობა საინტერესო დიალოგისთვის კიდევ ერთხელ შევახსენებ რადიოს მსმენელს რომ ჩვენ საუბრობდით თვალთან დაკავშირებულ გართულებებზე, რასაც ძირითადად ალერგია იწვევს და ვფიქრობ, რომ საგულისხმო და ყურადსაღები რჩევებიც მოვისმინეთ ჩვენ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორისგან, ანა დვალიშვილისგან, ჩვენი მასთან დიალოგი თუ ვინმე გვიან შემოგვიერთდით და დეტალები გაინტერესებთ, აიწვირთება რადიო ემდის Facebook